მოგესალმებით. მოდით ვნახოთ როგორ მუშაობს ჩვენი ჯავშნების სისტემა. დავიწყოთ იმით, რომ ვიდეო ინსტრუქციების ნახვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მთავარ გვერდზე ხილაკზე ინსტრუქციების დაჭერით. აუცილებლად დაჩვენეთ ეს ვიდეოები ახალ თანამშრომლებსაც, რომ მუშაობის პროცესი თავიდანვე შეუფერხებლად წარიმართოს. პროფილის მართვა. სანამ ჯავშნებზე გადავალთ, მოკლედ გაჩვენებთ პროფილის ხილაკს ზედა მენიუში. ეს არის თქვენი რესტორნის მართვის პანელი. ახლა ყველაზე მთავარი. როგორ ვამუშავებთ შემოსულ ჯავშნებს? ახალი ჯავშანი ვარდება ყვითელ სექციაში. მის დასადასტურებლად გვაქვს 15 წუთი, რომ სტუმარი დიდხანს არ ვალოდინოთ. ვაკლიკებთ ამ ჯავშანს და შევდივართ შიგნით. მარცხენა მხარეს ხედავთ სრულ ინფორმაციას. ვინ არის სტუმარი, მისი ნომერი, თარიღი, რომელ სივრცეში სურს დაჯდომა, რამდენი ადამიანი მოდის, ჯავშნის დრო და ხანგრძლივობა. სტანდარტულად ეს საათნახევარია, მაგრამ შეგიძლიათ ხელით შეცვალოთ, რომ რეზერვაციები სწორად დაგეგმოთ. მარჯვენა მხარეს ჩანს თქვენი მაგიდების სია. დაკავებულ მაგიდებზე დაინახავთ კონტეინერებს შესაბამისი დროებით და მარტივად მიხვდებით, სად არის თავისუფალი ადგილი. მაგალითად, ვხედავთ, რომ მეცხრე მაგიდა თავისუფალია. ვირჩევთ მას და ვაწვევით დადასტურებას. თუ სტუმრების რაოდენობა დიდია და რამდენიმე მაგიდის შეერთება გიწევთ, უბრალოდ წერთ მაგიდების ნომრებს შორის მძიმეს. მაგალითად, 6, 7, 8. დადასტურების ხილაკზე დაჭერისთანავე, ჯავშანი გადაინაცვლებს ქვედა მწვანე ზოლში. სულ ეს არის. ძალიან მარტივია და გაცილებით ნაკლებ დროს ითხოვს, ვიდრე ტელეფონით საუბარი. რაც შეეხება ტელეფონით შემოსულ ჯავშნებს. დაივიწყეთ ფურცლები და კალმები. თუ მომხმარებელი ტელეფონზე დაგიკავშირდებათ, ვაწვევით მწვანე ჯავშნის შექმნის ხილაკს. იხსნება ფანჯარა და შეგყვავს სტუმრის მონაცემები პირდაპირ სისტემაში. სტუმარს კი ჯავშნის დადასტურების მოკლე ტექსტური შეტყობინება მიუღვა. ესე ყველა ჯავშანი ერთ სივრცეში გექნებათ და არაფერი აგერევათ. ვიდეოს ბოლოსკენ მოდით რამდენიმე ხშირად დასმულ კითხვას ვუპასუხოთ. რა დრო გვაქვს ჯავშნის დასადასტურებლად? სამუშაო საათებში გვაქვს 15 წუთი. ამ დროის განმავლობაში სისტემა რამდენჯერმე მოგცემთ ხმოვან სიგნალს, რომ ყურადღება მიაქციოთ. თუ ჯავშანი შემოვიდა არასამუშაო საათებში, სტუმარს გამოუჩნდება, რომ ახლა დაკეტილები ხართ და პასუხს გახსნისთანავე მიიღებს. შესაბამისად, ასეთ ჯავშნებს ადასტურებთ, როცა სამუშაო საათები დაიწყება. რას ვაკეთებთ თუ რაიმე დეტალის შეცვლა გვინდა უკვე დადასტურებულ ჯავშანზე? ხსნით ჯავშანს, აწვევით რედაქტირების ხილაკს, ცვლით რაც გჭირდებათ და ინახავთ. თუ დრო ან თარიღი შეცვალეთ, სტუმარი ავტომატურად მიიღებს შეტყობინებას ამ ცვლილებაზე. რა ხდება, როცა ადგილები აღარ გვაქვს? თუ ფიზიკურად ვეღარ იღებთ სტუმარს, აწვევით გაუქმების ხილაკს, სისტემა ავტომატურად უგზავნის მომხმარებელს შეტყობინებას, რომ სამწუხაროდ ადგილები აღარ არის. როგორ გავთიშოთ კონკრეტული დღე ან სამუშაო საათი, თუ რესტორანი სრულად დაჯავშნილია ან დაკეტილია? გადადიხართ კალენდარში, მარჯვენა ზედაკუთხეში აწვევით სამუშაო დღეებს და უბრალოდ თიშავთ სასურველ დღეს ან საათს. შესაბამისად, სტუმრები ამ დღეს თუ საათზე ჯავშანს ვეღარ გააკეთებენ. და ბოლოს პატარა რჩევა. ამ ყველაფრის გამოყენება კიდევ უფრო მოსახერხებელია ჩვენი მობილური აპლიკაციით. ჩვენი მომხმარებლების 80% სწორედ ტელეფონით მართავს ჯავშნებს, რადგან ასე ნებისმიერი წერტილიდან მარტივად აკონტროლებთ სიტუაციას. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებთ.